მე ვარ გეგა მსუქნიშვილი. მე ვარ ელა ჭიჭიაშვილი. მე ვარ დავით სალუქაური, საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლე და ასევე Sky კლუბის აქტიური წევრი. World Vision-თან შეხება ადრეული ბავშვობიდან მქონდა, დაახლოებით მე-6 კლასიდან ვესწრებოდი უკვე ტრენინგებს და სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ინტერესი, რომ ჩავთვლიყავი არაფორმალურ განათლებაში. 2024 წელს მიზანი გამიჩნდა, რომ მეც უნდა მოვსულიყავი და წევრი გამხდარიყავი. როცა უშუალოდ Sky კლუბი დაარსდა ახმეტაში, ჩემმა მეგობრმა დამირეკა და მითხრა არის ესეთი კლუბი, Sky კლუბი, სადაც შეგიძლია მიიღო არაფორმალური განათლება და გასაუბრების შემდეგ მოხვდი ამ კლუბში. ყველა ტრენინგი, რაც Sky-ში არის განხილული, აქტიური მოქალაქეობა, ადვოკატირება, კორუფციის აღმოფხვრა თუ მეწარმეობა, ყველა ეს ტრენინგი თუ პროექტი, რაც ჩვენ განვახორციელებთ, ზრუნავს არა მარტო ჩემი, არამედ ყველა Sky-ის წევრზე სამომავლო კარიერის დაგეგმისთვის თუ კარიერულ ცხოვრებაში მათი მოღვაწეობისთვის. Sky-ს შეხვედრები გვაქვს კვირაში ერთხელ. ეს ერთი დღე არის, როგორ გითხრათ, როცა ელოდები ამ დღეს, რომ მოხვიდე აქ და არ იღლები აქ 3 საათის განმავლობაში ხარ ისეთ ხალხთან ერთად, რომელსაც შენაირი ინტერესი აქვს და ცდილობ მაგალითად ახალ პრობლემებზე იფიქრო და გადაჭრებზე იფიქრო. პროექტები ზოგადად მიმართული არის იმ პრობლემის მოგვარებისკენ, რომლებიც ჩვენს რეგიონში და თემში არსებობს. მაგალითად, პირველი პროექტი, რაც განვახორციელებთ, იყო ფილმის ჩვენება, იმიტომ რომ ბავშვებს ზოგადად თელავის რეგიონში ან სხვა რეგიონში არ გვაქვს კინოთეატრი. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მე ერთი საღამო გავკეთებინა ფილმის ჩვენება აქვე ამ სივრცეში. როცა ვატარებთ არ ქონდა იმის იმედი, რომ თუნდაც ხალხი მოვიდოდა და როცა მივედით და დაგვხვდა ამდენი ხალხი დარბაზი იყო სავსე ფაქტორად და ადგილი არ იყო ადამიანის, ეს ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენში. ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი იყო შიშუმპირების ცენტრში ვიზიტი, იმიტომ რომ მეტად საპასუხისმგებლოც იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთ იდეას საფუძველი ჩაუყარა და ბავშვებიც კარგად გამომეხმაურნენ ამ იდეაზე და აქ გამოვამჟღავნე ჩემი რეჟისორული ისინი თვისებები, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც და ძალიან საინტერესო იყო ბავშვებისთვისაც. Sky არის ერთი ოჯახი და ამ ოჯახში ერთმანეთში ყოველთვის გვაქვს კავშირი და ერთმანეთის პატივისცემა. Sky არის ჩემთვის სხვა ბავშვებისთვისაც ერთი დიდი ოჯახი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მოკლედ Sky ჩვენთვის და გვიამაყება რომ აქ ვარ თითოეული ბავშვი. სხვა ასეთი კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა განვითარდეს. რადგან კონკრეტულად Sky გვაძლევს ეს შესაძლებლობებს და ისეთ უნარებს, რომლებსაც ვერ განვითარებთ ჩვენ სკოლაში. და არა მხოლოდ დასაქმებისთვის, არამედ ახლა საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ესეთი უნარები, როგორც არის მაგალითად პრეზენტირება, სოციალურად შეგეძლოს ხალხთან კომუნიკაცია და გუნდურად მუშაობა. Sky უნარებს გვივითარებს ჩვენი ცხოვრებისეული კუთხით, ანუ პროფესიული განვითარება თუ პიროვნული განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს Sky-ის ამ მომენტისთვის ჩვენი გზააბნეული თინეიჯერებისთვის. ასევე მინდა მომენტისთვის სარგებლობ და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდებს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.